მეგობართან ვიყავი და ეს იყო რა ქვია, დირექტორია რაღაცა ორგანიზაციის, საუბრობდით და თან სამუშაოდ და ამ საუბრის დროს თანამშრომელი შემოდის ხოლმე რა შუაში. და შემოვიდა ერთი აბსოლუტურად რაღაცა გასაკეთებელიო, იმან უთხრა ვეცდებიო და დავიდა. მეორე შემოვიდა, იქაც რაღაცა იყო და იმანაც უთხრა ვეცდები და თქვენ ხო იცით რომ ეს სიტყვებს ყველაფერს ზუსტად უყვირდა. და მე დადიოდა თვითონ და მთხოვარ შენთან შეხვედრაო ყველას ძალიან უყვარსო და 1 საათი ეკნებ შენ თანამშრომლებსაც შეხვდეო რა ბარემ მოსული ხარ რა ხო და აი შევხვდები მე. რო შევხვდი ის ორი ადამიანიც იყო იქა და მეკითხები რომ თქვენ რო იყავით ახლა შესული უფროსთან და რაღაცას გეუბნევათ. იმ საქმეს რაც გითხრათ, გააკეთებთ მეთქი და კი. დარწმუნებული ხართ რომ გააკეთებთ? კი, დარწმუნებული. აბა რატომ უგნებით ვეცდების? ახლა ნახეთ როგორ ანგარიშობს. ადამიანს ვეცდების რომ ეუბნებიო, დაზღვევა მაქვს რა, ნახე კი არ შეყირები ვარ, ვეცდები გითხრა. თან ადამიანს რომ ეუბნებიო ვეცდები და მე უკეთებო. უფრო უხარია. არასწორი ანგარიში. ახლა შევხედოთ რა ხდება ამ შემთხვევაში უფროსის თავში. თქვენ დაგირებული ხართ რომ კითხვას როცა დასვავთ, ან დაგისვავენ, არის დაძაბულობა და პასუხი არის შვება. აბა დაგირებული ხართ. კითხვა თუ დაგრჩა ღამე, შეიძლება მთელი ღამე ვერ დაიძინო. იმიტომ რომ კითხვა გაქვს და როდის იძინებ, როცა პასუხს გაც. ეს უფროსი რო ზის იქ და ორი რაღაც პრობლემა თუ საკითხია გადასაჭერა აქვს ორი დაძაბულობა. დაგიძახა შენ ეუბნები ვეცდები და გახვედი რომელიმე დაძაბულობა ჩაიხსნა. ხოდა აბა ცადეთ მე უთხარი ერთ-ერთს უთხარი მოდი ცადეთ როცა იცი რომ აკეთებ რომ გეტყვის რაღაცას. დაახლოებით მაგ ტერმინებში რომ არა პრობლემა. ანუ ჩათვალე რომ გაკეთებულია სხვა რამე საკითხი გვაქვს. აი ესე გააკეთე, ებდო ნახე, დაძაბულობა ჩაუხსენე, პასუხი გავეცე. და ამერიკაცოს ახალში ტიპმა ძალიან მაგარია და წინა დეპარტამენტის უფროსად, იმიტომ რომ ტიპს რო ხედავს, ნახე როგორ ტიპი ხარ, დაძაბულ, აბა თქვენ წარმოგიდგენთ, უფროსი ხარ და ეგეთი თანამშრომელი გყავს, რაღაცას ეთქვა და კაცი გეუბნა, დაიწყე გაკეთებული. მე იმის დანახვა გიხარია, დავალების გარეშე, რო ხედა უყურები ესე გაქვს, ხო? და მე ის კაცი რო გეტყვის, აი ეგეთ თანამშრომელი რო გყავს, დავიღალე რა, სამსახურიდან წასვლა მინდა. შენ რო წარმოიდგენ, რას კარგავ ემოციური თვალსაზრისით, ხელფასსაც მოუმატებ და ყანასაც დაუთოხ. იმიტომ რომ შენ ვერ შეელევი იმ ემოციების დაკარგვას, რასაც ის კაცი.